დღევანდელი ეს მნიშვნელოვანი თემა გადაფარა იმ ტრაგიკულმა მოვლენამ, რომელიც თბილისში მოხდა, უსამძიროდ გარდაცვლის ოჯახის წევრებს. ეს დღეს ინფორმაცია, რაც ჩვენ გავიგეთ, ესე ვთქვათ, ძალიან საგანგაშო ინფორმაციის მატარებელია. ეს არ არის იზოლირებულად მარტო გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევა, ციხეში წამება, არაადამიანური მოპყრობა. ეს არის ის საკითხი, რაც ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლების კუთხით საკმაოდ საგანგაშოა. როცა მე ეს ინფორმაცია გავიგე, ჩემთვის ალბათ ესე ვთქვათ, გამახსენდა პირველ რიგში 2019 წელს ახლადამცველის აპარატში ჩვენ მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც დეტალურად აღწერდით იმის შესახებ, თუ ესე ვთქვათ, ციხეებში არაფორმალური მმართველობა როგორ იყო. თუ ნახევრად ღია დაწესებულებებში სხვა მიდგომას იყენებდნენ, დახურულ დაწესებულებებში, როგორიც არის ეს მერვე დაწესებულება ქთანის ციხე, ისევე როგორც ქუთაისის მეორე ციხე, ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს გამოკვეთილი, რის შედეგადაც როგორც ტენდენცია ისე დავწერეთ, რომ ესე ვთქვათ, ციხეებში დახურული ციხეა, პატიმრებთან შეხება არ აქვს, და წყვებისას არც არანაირ შემთხვევებში ამ დახურულ ციხეებში, როდესაც რომელიმე პატიმარი იყო ჭყალებში, ურჩი, ან რომელთან მიმართებაშიც გარკვეული სურვილი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ რაიმე უკანონოქმედება განხორციელებულიყო, ადმინისტრაციას ყავდა გარკვეული პატიმრები, რომელთა შესახლება დროებით შეყვანა ხდებოდა საკანში და პატიმრებს ესე უსწორდებოდნენ. არაერთი შემთხვევა და ინციდენტი გამოვავლინეთ ამ თვალსაზრისით და ანალოგიურ შემთხვევაზე საუბრობდა გიორგი ბაჩიაშვილიც. ეს ერთ-ერთი შემთხვევა იმ მიდგომას და მეთოდს, რომელსაც ჩვენს მიერ 2019 წელს ესე ვთქვათ, დადგენილი მონიტორინგის ანგარიში ასახავდა. ბევრ ისეთ დეტალზე საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილი, რომ თუ ის ტყუილია, ამის გამოვლენა მარტივი უნდა იყოს. მაგალითად, როცა პატიმრის შესახლება დახურულ ციხეში, თან ეს მაღალი რისკის ციხეა, ეს არ გეგონოთ რაღაცა ჩვეულებრივი ციხე, მაღალი რისკის ციხეში, როცა ხდება ადამიანის შესახლება მეორე ადამიანთან, იქ ამისთვის არსებობს შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც აფასებენ, როგორი არის მაგალითად პატიმრის აგრესიულობის ხარისხი, როგორია წარსული, რაიმე დაპირისპირება ხომ არ არსებობს, იქ არსებობენ სხვა დარგის სპეციალისტები, რომელმაც ასევე დასკვნა და შეფასება უნდა გააკეთონ, ასე რომ, რა თქმა უნდა, თუ ეს ისე მოხდა, ესე ვთქვათ, რასაც ციხის ადმინისტრაცია ამბობს დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში, ეს მათ პასუხისმგებლობას არ ამცირებს ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ასეთი, თუ კი ეს ყველაფერი შემთხვევითია და ასე შემდეგ, აქ ბევრი რაღაცის გადამოწმება შეიძლება, მაგალითად, ეს ყველაფერი, როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აღწერს, დაიწყო სამშაბათს, 8 ივლისს თუ არ ვცდები, როგორც განცხადებაში უწერიეს, როდესაც მას დირექტორმა მოთხოვა კონკრეტული უკანონოქმედების განხორციელება, შემდგომ უარი მიიღო და ამის შემდგომ პარასკევს უკვე იმ დროს, როცა იქ სხვა ვეღარავინ ვეღარ შევიდოდა და 2-3 დღე მას მარტო ყოფნა მოუწევდა, ამ შემთხვევაში იმ დროს მის მიმართ განხორციელდა ეს უკანონო ქმედება. თუ ეს ტყუილია, ბოდიშს მოხდით აქვე დავასრულებ, ამის გადამოწევა მარტივად შეეძლებელია, მაგალითად, ვიდეო ჩანაწერები თუ იქნება ამოღებული, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ბაჩიაშვილს საკანი არ დაუტოვებია 8-ში და არ გაუყვანია დირექტორთან. ამ შემთხვევაში ასევე ბაჩიაშვილი აღწერს იმაზე, რომ ეს ადამიანი, როცა მას სცემდა სპორტულებში ჩაცმული ადამიანი, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების თანამშრომელმა გააღო პატარა ფანჯარა, რომელიც აქ ციხის საკანს და შემოიხედა და ამან დაუძახა, რომ ამ შემთხვევაში ეცლია მისთვის ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გადამოწმება თავისუფლად არის შესაძლებელი ციხის ჩანაწერებზე, მაგრამ ჩვენ ალბათ როგორც ყველა სხვა შემთხვევებში, აქაც გავიგებთ, რომ ის ვიდეო ჩანაწერები, ვიდეო მეთვალყურეობის საშუალებები არ მუშაობდა. ამიტომ ეს ყველაფერი მარტივად გადამოწმებადი და შემოწმებადია, თუ კი ის ყველაფერი ტყუილია, რასაც პატიმრი გიორგი საუბრობს. კი ბატონო, დღეს მომისმენია რამდენიმე მოსაზრება, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა პარასკევს, უქმე დღეების წინ, რადგან ვიცით, რომ უქმე დღეებზე შეუძლებელია უბრალოდ არ არის დაშვებული ადვოკატის მიერ მისი მონახულება. თქვენ პრაქტიკაში გქონიათ ასეთი შემთხვევა, ანგარიში, რომელიც ახსენეთ, ტენდენციები, რომელსაც აკვირდებოდით, ასე ხდება ხოლმე. ჩვენ როცა ვაკვირდებოდით, ჩვენ ამ შემთხვევაში საახალდამცველის აპარატს ნებისმიერ დროს შეეძლო შესვლა და ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვა არ გქონია, მაგრამ ის ამ შემთხვევაში ეს ძალადობა ჩვენ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებისგან ვიცით, რომ ადვოკატები თითქმის ყოველდღიურად შედიოდნენ მასთან მისი რისკიდან გამომდინარე. ხო ის უბრალო შემთხვევისთვის არ იხდის სასჯელს და ის
ფაქტები, რომელიც მან აღწერა, როგორ მოიტაცეს ის აბუ-დაბიში, როგორ ჩასვას თვითმფრინავში, იმ თვითმფრინავში ასახელებს, რომ ანრიო ხანაშვილიც იჯდაო, ჩაომიყვანეს და ასე შემდეგ და მე სხვა ადგილას გააფორმეს ვითომ რომ დაიჭერეს წვანე საზღვარზე სეირნով და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესე ვთქვათ, ამ პრეისტორიის გათვალისწინებით, ბუნებრივია მასზე დიდი რისკი არსებობდა და ადვოკატებიც როგორც საჯაროდაც აცხადებენ, ყოველდღიურად ნახულობდნენ, ასე რომ რა თქმა უნდა, ეს მის მონაყოლს დროის ფაქტორი ამყარებს. პარასკევი არის ის პერიოდი, როცა რამდენი პარასკევის 6 საათის შემდგომ ადვოკატს შესვლა აღარ შეუძლია, ისევე როგორც შაბათ-კვირას და აქედან გამომდინარე ყველაფერს ვერ გავიგეთ ეს ამბავი. მაგრამ ერთი მინდა რომ დავასუსტო, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს იმაზე, რომ მას არ დაარეკინეს საახო-დამცველთან. მიუხედავად იმისა, რომ უქმე-დღეები იყო, ჩვენ თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგეთ ეს საქმე და საახო-დამცველის ცხელ-ხაზზე დარეკვის უფლება ყველა პატიმარს აქვს, მიუხედავად უქმე-დღისა და ასე შემდეგ. ამიტომ მისთვის უნდა მიეცათ საშუალება, რომ მას დაერეკა სახალხო დამცველისთვის. დიდი დრო დასჭირდა ამისთვისაც მას დაჭირდა როგორც თვითონ ამბობს შიმშილობის გამოცხადება იმისთვის, რომ ამის უფლება მიეცათ. აი რომ დავინახოთ ეს სიტუაცია როგორია, ერთის მხრივ საკანში ხდება დაპირისპირება თავდასხმა თუ ინციდენტი, როგორც პენიტენციური სამსახური ამბობს, ერთის მხრივ სარკმელს უსაფრთხოების წარმომადგენელი აღებს და შემდეგ კეტავს, ის ხედავს ანუ დაპირისპირებას და ასე ვთქვათ, უგულებელყოფს ფაქტს. მეორეს მხრივ ვიდეო კამერები, რომელიც საკანში არსებობს, ისიც ასევე აფიქსირებს ამ თავდასხმას და ასევე ხდება ფაქტის უგულებელყოფა და შემდგომ უკვე თანამესაკნეებს შორის ინციდენტად არის წარმოჩენილი ეს პროცესი. აი ეს გარემოებები თუ კი ყველას ჩვენ ამას ვირწმუნებთ და გადამოწმებაც როგორც ამობთ შესაძლებელია, რაზე მიანიშნებს, რომ ეს არის რაღაც ერთობლივი დაგეგმილი მოქმედება, თქვენ გექმნებათ ასეთი ეჭვი? მე ეჭვი მე მიჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ქონდა არასათანადო მოპყრობას, წინასწარ დაგეგმილს ციხის ადმინისტრაციის მიერ, იმიტომ რომ ეს ტენდენცია, როგორც გითხარით, ჩვენ არაერთ შემთხვევაში გამოგვივლენია და ერთ-ერთ ესე ვთქვათ, მიდგომად ქონდა დაიდენტიფიცირებული ანგარიში, რომელსაც იყენებდა ციხის ადმინისტრაცია, მათ შორის მერვე დაწესებულებაში ეს 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიში გვიწერია ჯერ კიდევ მაგ დროისთვის. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე ეჭვები მიჩნდება, რა თქმა უნდა და ეს ეჭვები ყოველთვის რა თქმა უნდა გააბათილოს ეფექტურმა გამოძიებამ, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ ტერმინს გამოძიებას სასაცილო სახელი დაერქვა, გამოძიებისადმი ნდობა თვითონ არავის არ აქვს მე მგონი ამ ქვეყანაში და ალბათ ინტერესის საგანის თუ სუბიექტიც ახლა გამოძიების ასევე უფროსი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, აქ ბუნებრივია წამების გარდა და არასათანადო მოპყრობის გარდა ბუნებრივია აქ მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, ციხის დირექტორის ნაწილის შესწავლაც, იმიტომ რომ მას ვინ ეკითხება საერთოდ ეს მისი საქმე არის და დაზარალებულთან მას როგორი ურთიერთობა ექნება ასე და რას გააკეთებს მას ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურა და მექანიზმები. ამიტომ ციხის დირექტორის საქმე ეს არ არის. თუ ეს დადასტურდება, ეს ცალკე შეგვიძლია სამართალდარღვევაზე ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მაგალითად ის რომ საახო-დამცველის აპარატის ხალხაზე არ დაარეკინეს ადამიანს რამდენიმე საათის განმავლობაში, თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ბოლოს შიმშილობის შემდგომ მიეცა მას ამის საშუალება. ასე რომ კი, წყება დანაშაულების შესაძლო შემთხვევები შეიძლება გამოიკვეთოს. ეს მახსოვს დავით ჯანდიერი ყვებოდა, რომ საპირფარეშოში გასვლის შემთხვევაშიც თუ კი რაღაც გონივრულ დროზე მეტი დროის განმავლობაში იქნებოდა, მაშინვე ასე ვთქვათ, განგარში ტყდებოდა თუ რასთან მქონდა საქმე. შესაბამისად ვიდეო კამერებს ეს უნდა დაეფიქსირებინა და შესაბამისი რეაგირებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა ასევე მოვისმინე მოსაზრება, რომ ეს არ იყო სამარტოო საკანში. ეს ტექნიკური პროცედურა არ შეიძლება. ისაც ვიცით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის იყო მარტო. თუ კი ვინმე შეასახლეს, ესე იგი რისკი უნდა ყოფილიყო გათვლილი. თუ ვერ გათვალეს ეს რისკი, შემდგომ უკვე როცა რისკები გამართულდა, მოკლედ პასუხისმგებლობა ყველაფერი მათზეა. ბოლოს კითხავთ სახალხო დამცველის აპარატმა, როცა ეს ინფორმაცია გაიგო, მიაწოდა ადვოკატს, ასევე თურმე ბაჩიაშვილის თხოვნა ყოფილიყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ეს ამბავი. სახალხო დამცველს რა შეუძლია, აპარატს რა შეუძლია ახლა? მე დღეს ფორმულაზე მკითხეს, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში შემდგომი დაცვის საგანი ამ შემთხვევაში და იქაც თქვი და თქვენ ეთერსაც გამოვიყენებ. იმ პრეისტორიის გათვალისწინებით, რაც გიორგი ბაჩიაშვილს აქვს, მისი დაკავების გათვალისწინებით და ის ადამიანი, ვინც მის საქმეში, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მას ედავება ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამ არასათანადო მოპყრობის ინციდენტის გათვალისწინებით, მისი ის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. ამის ერთ-ერთი დასტურიც არის მაგალითად Amnesty International-ის დღევანდელი შეფასება, ეს საერთაშორისო აღიარებული ორგანიზაციის და ამ ყველაფრის გათვალისწინების ერთადერთ გამოსავლად პრევენციულ მექანიზმად, რომელმაც შეიძლება დაიცვას ამ შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილი, იქნება ის, რომ საახო-დამცველის აპარატი
აპარატმა ყოველდღიურად დღის და ღამის სხვადასხვა მონაკვეთში დაუგეგმავად მოახდინოს მასთან ვიზიტი, მის საკანში ვიზიტი იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ყოველთვის კონდეს დღეღამის ნებისმიერ დროს მოლოდინი ციხის ადმინისტრაციას, რომ პატიმრის მიმართ ესე ვთქვათ, ყურადღებას, მაღალი ყურადღება არსებობს იმისთვის, რათა გამოირიცხოს შესაძლო რისკები, იმიტომ რომ ნახეთ, რომ მაგალითად დაუგეგმავად მოხდება უკანონო ქმედების შემთხვევაში მას არ დაარეკინეს ხელხაზეც კი, ამიტომ რისკი მაღალია და მინიმუმ სანამ რისკი შემცირდება, გამოძიების პირველადი ნაბიჯები გადაიდგმება და სახელმწიფო დარწმუნდება იმაში, რომ უსაფრთხოების გარკვეული რისკების შედარებით შემცირებულია, მანამდე მე მას ურჩევდი, რომ ყოველდღიური მონიტორინგი განეხორციელებინა, იმიტომ რომ რეალურად ამ ეტაპზე ის ერთადერთი ბერკეტი და მექანიზმი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით.